ყველას მოგესალმებით, ჩემო კარგებო, როგორ ახართ? მე მოვედი ისევ თქვენამდე და მიხარია ძალიან. მოკლედ, ზუსტად 3 დღის უკან ერთ-ერთ ჩემს ძველ ვიდეოზე, რომელიც გერმანიის შესახებ მაქვს ჩემს არხზე ატვირთული, კერძოდ კი რა უარყოფითი მხარეები გაიჩნია გერმანიას, ერთ-ერთმა ჩემმა მაყურებელმა დამიტოვა ძალიან ისეთი პოზიტიური კომენტარი, რომელშიც ეწერა, რომ ის ყოველთვის სიამოვნებით უყურებს ასეთი სახის კონტენტს, რომელიც გერმანიის შესახებ მოკლედ ინფორმაცია აინტერესებს, რადგან მომავალში უნდა რომ გერმანიაში ჩამოვიდეს და აქედან გამომდინარე გამიჩნდა იდეა, რომ დღეს ჩავწერო თქვენთვის ვიდეო სწორედ იმ ხალხისთვის, რომლებიც გერმანიაში აპირებენ ჩამოსვლას, თუ რა სახის საბუთები აუცილებლად უნდა იქონიოთ ხელში, ყველა იმ ადამიანს გამოადგება ეს ვიდეო, რომლებიც სულ მალე გერმანიაში ჩამოსვლას აპირებთ. მე როცა გერმანიაში ჩამოვედი, ეს იყო ზუსტად 23 წლის უკან, ეხლა 22 აპრილს, ზუსტად ჩემი შვილის დაბადების დღეს, ანაბელიც 22 აპრილს არის დაბადებული. ჩამოვედი 2003 წლის 22 აპრილს გერმანიაში, ანუ სულ მალე 23 წელი გახდება და მაშინ მე რომ ასეთი ინფორმაცია მოძიებული მქონოდა, ვფიქრობ, რომ ძალიან დამეხმარებოდა, მაგრამ მოგეხსენებათ 23 წლის წინ, იმდენად ინტერნეტზე წვდომა ჩვენ არ ვქონდა, არც ვიყავი ამ საკითხში გათვითცნობიერებული. მე ინტერნეტის მოხმარება გერმანიაში რო ჩამოვედი, მერე ვისწავლე. თავიდან მობილურიც კი არ მქონდა, ისე წამოვედი მართალი გითხრათ და მოკლედ დროსა და ენერგიის დახარჯვაში ძალიან დამეხმარებოდა. ვფიქრობ, რომ მაშინ მე ასეთი სახის ვიდეო შემეძლო მენახა YouTube-ზე, ან რომ ყოფილიყო მაშინ ასეთი რაღაც, ბევრ ენერგიასა და დროს დამაზოგინებდა. მოკლედ, დავიწყოთ ახლა. ვინც აპირებთ ახლო მომავალში თუ შემდგომში გერმანიაში ჩამოსვლას, ეხლა მინდა გესაუბროთ იმ დოკუმენტებზე, რომლებიც აუცილებლად თანვე უნდა იქონიოთ. პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის აქტუალური პასპორტი. პასპორტის გარეშე იცით, რომ ვერსად ვერ წახვალთ და ამ შემთხვევაში გერმანიაში ჩამოსვლაშიც აუცილებლად გჭირდებათ პირველი დოკუმენტი, ეს რაც არის პასპორტი. მოკლედ აქ გავაკეთე სია და ამიტომ აქ თუ ჩავიხედავ, რომ არ გამომრჩეს რაიმე მხედველობიდან, არ გაგიკვირდეთ. მეორე, აქტუალური მოქმედი პასპორტი, ასევე მივუთითებ ვიდეოს ეკრანზე, როგორც ქართულ ვარიანტს, ასევე გერმანულ ვარიანტს, რომ შემდგომ არ გაგიჭირდეთ გერმანული მნიშვნელობის პოვნა, რომ მაშინვე მიხვდეთ, ასე რომ ვთქვათ. თუ რას ნიშნავს გერმანულად გადავთარგმნი და მივუთითებ ეკრანზე. მე ძალიან მიყვარს ხოლმე ადამიანი, რომ ესე ყველაფერს ლაკონურად ჩამოთვლის და შეგიძლიათ ჩამოწეროთ და სია იქონიოთ და რაიმე მხედველობიდან არ გამოგრჩეთ მოკლედ. პირველი, როგორც გითხარით, ეს არის მოქმედი აქტუალური პასპორტი, რომელიც აუცილებლად თანვე უნდა იქონიოთ, როცა გერმანიაში მოდიხართ. მეორე, ეს არის ბინის დამადასტურებელი მოწმობა, ბინის ხელშეკრულება, დამადასტურებელი, რომ თქვენ რომ ჩამოხვალთ აქ, ზუსტად გეცოდინებათ, სად იცხოვრებთ, ანუ ბინის ხელშეკრულება, რომ ნამდვილად გაქვთ ბინა ნაშოვნი და გარეთ არ დარჩებით და აუცილებლად ბინაში იცხოვრებთ, ბინა იქნება თუ სახლი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ვისგანაც ქირავთ, ან სადაც მიდიხართ, აი ამ ბინის დამადასტურებელი მოწმობა გჭირდებათ, ასე რომ ვთქვათ, ბინის დამადასტურებელი საბუთი, თუ სად იცხოვრებთ. შემდეგ მესამე, ეს იქნება დაბადების ან ქორწინების მოწმობა, აუცილებლად თან იქონიეთ და ნათარგმნი და თარგმანის
დამოწმება, რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტში გამოგადგებათ თქვენი დაბადების მოწმობა, ვინც დაქორწინებულები ხართ, მე მაგალითად აქ რო ჩამოვედი, არ ვიყავი დაქორწინებული, რა თქმა უნდა, რადგან 21 წლის, თუმცა რა თქმა უნდა, რა, ზოგი 18-19 წლისაც ხო ქორწინება, მაგრამ მე 21 წლის ჩამოვედი ზუსტად 22 წლის გერმანიაში გავხდი და არ ვიყავი შესაბამისად დაქორწინებული. საკმაოდ გვიან ვიქორწინე, მე ასე რომ, თუ კი ხართ დაოჯახებული, რა თქმა უნდა, ქორწინების მოწმობა, თუ არა და მარტო დაბადების მოწმობა. და მეოთხე პუნქტი იქნება ის, რომ, ანუ, როდესაც სამუშაოს მიზნით გერმანიაში აპირებ ჩამოსვლას და აქ ცხოვრებას, სამუშაოს ხელშეკრულებას გერმანულად Arbeitsvertrag ეწოდება, ან თუ სწავლის მიზნით მოდიხართ, ამ შემთხვევაში უნივერსიტეტში სწავლის დაწყების დასტური დაგჭირდებათ, ანუ ამას გერმანულად Zulassung ეწოდება. მოკლედ, სულ ეს იყო, რაც მე ამ ვიდეოში მინდოდა თქვენთვის გადმომეცა და როგორც გითხარით, მე რომ მაშინ აი აქ ჩამოსვლისას ეს ინფორმაცია მქონოდა ძალიან დიდ ენერგიას, ძალიან დიდ დროს დავზოგავდი მაშინ, მაგრამ მაშინ სამწუხაროდ არ იყო ესეთი YouTube პლატფორმა, რომ მოკლედ აი ესე ვთქვათ ვიდეოს სახით ჩემთვის აი ეს ინფორმაცია ვინმეს მოეწოდებინა და რა თქმა უნდა, ჩემით მოვიძიე ეს ყველაფერი და როცა ჩამოვედი, მერე დამჭირდა ამ საბუთების საქართველოდან მოგვარება, ანუ ჩემი და მაშინ საქართველოში იყო მახსოვს და მას ვთხოვე, როცა დავურეკე ტელეფონით და ვთხოვე და მან ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გამიმზადა იქ, გადათარგმნა, დაამოწმებინა და შემდეგ გამომიგზავნა და მოკლედ ამდენი ხლაფურთი თქვენ რომ არ დაგჭირდეთ, ეს ყველაფერი დროს, ენერგიასა და თანხებთან არის დაკავშირებული, როდესაც შემდეგ საქართველოდან ხდება თქვენი ახლობელი ოჯახის წევრის მიერ ამ საბუთების შეგროვება და შემდეგ გამოგზავნა, ვიდრე აი თავიდანვე რო თადარიგს დაიჭერთ, ეს უკვე ძალიან ბევრ შრომას, ენერგიას და ასევე ფინანსებსაც დაგიზოგავთ. მოკლედ, სულ ეს იყო, რაც ამ ვიდეოში მინდოდა თქვენთვის რომ მეთქვა და ინფორმაცია მომეცა და მოკლედ გავიმეორებ უკვე ძალიან გაცვეთილ წინადადებას, მაგრამ თუ კი ამ ვიდეოთი რომელიმე თქვენთაგანს მაინც დავეხმარები, ამა თუ იმ ადამიანს, რომელსაც დაგეგმილი აქვს, განზრახული აქვს გერმანიაში სწავლის თუ სამსახურის მხრივ ჩამოსვლა, მე ძალიან გამეხარდება თუ თქვენ აი ამ საკითხში ჩემი ვიდეო დაგეხმარებათ. მეორე ვიდეოში არ მინდა რომ ძალიან დიდი ვიდეო გამომივიდეს, ამიტომ შევეცდები რომ ეს ვიდეო აქ დავასრულო და მეორე ვიდეოში მოგახსენებთ აქ რომ ჩამოხვალთ უკვე გერმანიაში, თუ რა სახის საბუთები დაგჭირდებათ ჩამოსვლიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში. მოკლედ, დღეს აქ დაგემშვიდობებით, ყველანი ძალიან მიყვარხართ, თქვენი მაკა სირბილაძე დროებით. მომდევნო შეხვედრამდე. ნახვამდის.